არა უშ ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი თემა მიეძღვნება ზუსტად კომპანია Apple Go-ს მნიშვნელობას, მისიას და როგორ და რა ზუსტად არაჩვეულებრივად ხალხზე უნიკალური მიდგომით მუშაობთ, რომ გავიდეთ შედეგებზე. იმიტომ რომ იცით რომ დღეს წყალი ჩვენს წინააღმდეგა დაბინძურებულია გარემო, დაბინძურებულია პროდუქტები, ყველა ფიქრობს საერთო პანიკა, გოდება, რა ვჭამოთ, რა ვქნათ, არავინ არავის ენდობა, დღეს ნახეთ, ხო, კიდევ რა აღმოაჩინეს, ამდენი ტყვია, ამდენი საღებავები, ხალხი ერთმანეთს არ ერიდება, ხალხი მიზანმიმართულად ერთმანეთს ხოცავს, მაგრამ საბედნიეროდ არის ისეთი ხალხი, რომელიც რუნავს დედამიწაზე, მის ეკოლოგიურად სისუფთავეზე არის სისტემა, რომელიც ასე თქვათ, ხალხი სასიკეთოდ მუშაობს და მოქმედებს, არის, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ნეგატივში რო არ გადავიდეთ, არის ასევე ტექნოლოგიები, რომელიც უსწრაფესად ვითარდება, ჩვენც იცით, რომ ეხლა დავამატეთ ხელოვნური ინტელექტით კვლევა, ბიორეზონანსით 47 ორგანოსი, სადაც მე ვხედავ, რა მივცე ადამიანს და მინიმალური რისკებით და მინიმალური, ასე თქვათ, დროში, მინიმალურ თანხებში დადგეს ფეხზე და უშველოს თავის თავს. ასე რომ Apple Go-ს დრო ეხლა და ეხლა მოდის. ჩვენ საქართველოში 4 წლის წინ, როგორც გავიხსენით, დავით გამრეკელის 2 ნომერში მეტრო პოლიტექნიკური ამოსასვლელი ბუკიას მხარეს, აქსისის ბიზნეს ცენტრში არაჩვეულებრივი სათაო ოფისია, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ. თქვენ აუცილებლად გაგესაუბრებიან, წინასწარ ხდება ჩაწერა, არის დღეები, როდესაც მიმდინარეობს ღია ცოცხალი პრეზენტაციები, ჩვენი თანაგუნდელების და კერძოდ ჩემი ხელმძღვანელობით. ასევე არის წინასწარ ჩაწერები თქვენს გამოკვლევაზე, სადაც მე ვიკვლევ თქვენს მდგომარეობას აბსოლუტურად უსაფრთხოდ მესამედ ფაზში მხოლოდ Apple Go-ს მომხმარებლისთვის, რომ მე ვიცოდე და დავინახო, რა მოგარგოთ, რა გჭირდებათ, რომელ ორგანოში, რა პრობლემა მაქვს, ვირუსი მაქვს, სოკო მაქვს, ბაქტერია მაქვს, თუ რა მაქვს და რას მივხედოთ. ჩემო ძვირფასებო, დღეს ხალხის უჭკვიანესი ნაწილი, ინტელექტუალური ხალხი ფიქრობს გამოსავალს, ფიქრობს იმას, რომ ხوار წავიდეთ სოფელში, ეს ძალიან კარგი გამოსავალია, ხომ თავად აი ბავშვებს რა ვაჭამოთ და ასე შემდეგ. მე მაგალითად კომპანია Apple Go, ესე იგი ეს არის ჩემი ენციკლოპედიაში და საერთოდ სოფლიოში რაც კი აღიარებული მცენარეულობაა, სამკურნალო ყველაფერი მაქვს ენის ქვეშ. რატო? ამაზე იფიქრა უმაღლესმა გორმა და შემოქმედმა, რომ ისეთ კატასტროფულად ვითარდება წინ ტექნოლოგიები, მაგრამ კატასტროფულად ბინძურდება და საფრთხე ექმნება ჩვენ შვილებს, ჩვენს მომავალს, ჩვენს პირად ყოველდღიურ ყოფაში უკვე შემოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ეს ქიმიკატები, ეს შხამები, ხო? ამიტომ ხომ და გადავრჩეთ, არა? ამიტომ არის ეს სისტემა, რომელიც ემსახურება ძალიან რამოდენიმე არიან ესეთი ძალიან კარგი კომპანიები, რომლებიც დგანან სადარაჯოს და ერთ-ერთი არის უნიკალური კომპანია Apple Go, რომელიც მიზოგავს დროს. ყველაფერი დაჩქარდა, არავის არ სცალია, ეხლა წავიდეს ტყეში, წაიყვანოს შვილები და სოკოები კრიფოს, თუმცა ეს არაჩვეულებრივია, კენკრა აგროვოს, ადრე ჩვენი წინაპრები ესე აკეთებდნენ, ამ რაღაცებს აგროვებდნენ, რაღაცებს ახმოვდნენ, ინახავდნენ და ასე შემდეგ. ეს დრო წავიდა, ხალხო, ჩვენ გავიღვიძეთ სხვა ერაში. ერა არის რამდენადაც ტექნოლოგიურად წინ მიისწრაფის, ამდენად არის ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაში და ერთშვენიერ დღეს დადგება საკითხი, რა ვჭამოთ? მე საკითხი დამიდგა უკვე დიდი ხანია, მე მაღაზიაში გეუბნებით, რომ შევდივარ, წყალს თუ დავავლებ ხელს და იმასაც მინის ბოთლში უნდა იყოს, ან რაღაცა ხელსაწმენდები უნდა ვიყიდო, ან რაღაცა ისეთი აფთიაქში მე არასოდეს არ შევდივარ. მხოლოდ შეიძლება ბამბა ვიყიდო, მაგრამ იმასაც სხვა მაღაზიებში ვყიდულობ, მე დავივიწყე რა არის აფთიაქი. როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, აი მაშინ უკვე მალევე მოხვდი მე კიევში ერთ-ერთ ძალიან დიდ 10,000 კაციან ყრილობაზე, ასე ვთქვათ, სადაც აი ამ ეკოლოგიურად სისუფთავეს ნერგავდა უძველესი კომპანია, რომელმაც პირველი ვიტამინი აჩუქა მსოფლიოზე 1934 წელს მოხდა და ამით მე მოვიხიბლე, იმიტომ რომ დიდად არ მიყვარდა ეს ქიმიები და ეს ყველაფერი. და ვემხრობოდი მცენარეებს. როდესაც 15 წელი ვიყავი ამ ვიტამინების და საკვები დანამატების მომხმარებელი, მეც ვერ დავინახე ძალიან დიდი შედეგი, თუმცა მაინც მოვხრევან, რომ აი ესეთი ნატურალური
ყვებით და უფრო ნატურალურთა და ბუნებრივთან მიახლოებული, ასე ვთქვათ, პრეპარატებით ან საკვები პროდუქტებით ჩვენ როგორღაც ვიცოცხლოთ და ვაცოცხლოთ ჩვენი ოჯახის წევრები. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემთვის შოკის მომგვრელი აღმოჩენა იყო გამძვინვარებული პანდემიის დროს ჩემთვაც წინ გაცოცხლებული ჩემი ოჯახის წევრები რამოდენიმე რაღაცას ასწავლი კარამელებით, რომლის დანახვაც არ მინდოდა, ისე დეპრესიაში ვიყავი, მე მეგონა რომ დაიხურა ზეცა, მოვიდა აპოკალიფსის და всё, მე ვერასოდეს ვერ ვნახავ საქართველოს და ეს ოჯახის წევრებიც აქ მიკვდება და ხვალ არ ვიცი სად ვიქნები, ხო? მოვიდა ეს რაღაც სამი კოლოფი გამომიგზავნეს, მაჩუკეს და დაგვიბრუნეს იმედი სიცოცხლე და მე ვთქვი ეს რა არის, ეს რა საოცარი რამეა. და იცით რომ ჩვენი კომპანია ლეგალურად სერტიფიცირებულია, მოქმედებს, გამომემგზავრე მე ზუსტად 21 წლის 31 მარტს დაუფრინდი იმ იმედით რომ დაწყებული იყო მოლაპარაკებები და ერთ-ერთი სანდო საყრდენი ადამიანი რომელსაც აქვს გამოცდილება შექმნას მრავალათასიანი გუნდები ძალიან რჩეულ კომპანიებში მე ყოველთვის ვირჩევდი კომპანიას რომელსაც ჰქონდა მილიარდზე მეტი ჩვენი კომპანია რადგან მე გავიზარდე 10 მილიარდს უკვე აცდა მაგრამ აი ზუსტად ყურადღება მიიპყრო ჩემთვის აი ამ მოწინავე კომპანიამ ცოტა ახალგაზრდა, მაგრამ 13 წელი უკვე არ არის ცოტა, რომელსაც აქვს ეს უნიკალური პროდუქტი, რომელიც არის know-how, რატომ ადრე თუ ჩვენ საკვებ დანამატებს ვიღებდით, დღეს უკვე მთელი სამკურნალო მცენარეები, რაც კი ცნობილია მრავალათასი წლის განმავლობაში დედამიწაზე ენის ქვეშ მიიტევს, იმიტომ რომ მე არ მაქვს დრო. მე არ მაქვს დრო და მე უკვე აღარ ვენდობი პროდუქტებს, რა ვქნა, ნუ ეხა მე არ დემაგოგიას არ ვეწევი, რომ ჩვენ არაფერი არ ვჭამთ, ჩვენ უნდა ვჭამოთ უფრო სასარგებლო სუპერფუდები, ნატურალური მიახლოებით მას ჩვენ რაღაც მაინც უნდა ვჭამოთ, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო-ბოლო კუჭნაცლავი სისტემა გვაქვს და კუჭი გვაქვს. ხო? მაგრამ ეს რამხელა დახმარება, რომ მთელი ხილბოსტანი, მთელი ეს ტროპიკული და საოცარი მცენარეების, ასე ვთქვათ, ფესვი, ბოლქვი, ძირი თუ ნაყოფი შედის პირდაპირ ჩემს ორგანიზმში და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ხსნარშველა და ეს იცოდნენ რომ დადგებოდა ესეთი სავალალო დრო კაცობრიობისთვის და ეს ტექნოლოგია ზუსტად როგორც მაშველი იყო შექმნილი ადამიანების იმ ასე ვთქვათ, წრისთვის, რომელსაც სურს იყოს ჯანმრთელი დღეგრძელი და რაღაც ალტერნატივა ნახოს. მე ხლა გადავალ ჩემი ძვირფასი მეგობრებისთვის, გავაკეთოთ ჩვენ დემონსტრაცია, იმიტომ რომ მინდა რომ ხილულად გაჩვენოთ ჩვენ ტექნოლოგიას ეწოდება აკუმულით ესეი, აკუმულირებული დრაჟეები გვაქვს, ყინულ კარამელი ქვია ქართულად, სადაც მოთავსებულია 40-45 ასე ვთქვათ, სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები კონცენტრირებული სახით კილოგრამობით იონიზირებულ ფორმაშია დაყვანილი. ეს არის უჯრედული კვება, წვეთოვანით ენის ქვეშიდან, არაფერი არ იყლაპება, თუ კი არ ხსნით წყალში და გარკვეულ დროს, როდესაც ბავშვებს არ გადასცეთ, ან არ ჩაკვნიტონ, ან რაღაცა სულარაობას რაღაცა მივცეთ, მაშინ თუ გავხსნით მცირეოდენ 30 მილილიტრი წყალში ჩვენს დრაჟებს და ვასმევთ ბავშვს, ხო? მაგრამ ეს დრაჟე, რომელიც ჩვენ გვაქვს ენის ქვეშიდან, ერთი დრაჟე მაგალითად გროუ მიცulis, ნუ არ ვიცი 30 კილოგრამ კენკრას, ხო? მე საწავიდე არ ვცალია. რომ ვიყიდო იმისთვისაც არ მცალია, რომ დავიარო მაღაზიები და რამე ვნახო იმისთვისაც არ მცალია. დავიდე ენის ქვეშ გროუ და წავედი. რა მოხდა ამ დროს ჩემს ორგანიზმში? მოხდა ის, რომ 17 წამში იონები გადავიდნენ სისხლში თერაპიული ეფექტი და წვეთოვანი მიდგას. წვეთოვანი მიდგას, მაგრამ აი ამ ყინულ კარამელში არის ერთი საიდუმლო დამატებული, რომელიც არ აქვს არავის, ვერ იმეორებს ვერავინ და ამიტომ ბადალი ანალოგი არ ყავს ჩვენს პროდუქტს. ის არის ერთადერთი დღეს ძალიან ბევრი მიმსგავსებული კოსმეტიკური ფირმებია, საკვებ დანამატებსაც აწარმოებენ, უამრავი ღირსეული კომპანია არის, მეტნაკლებად რაღაცა ბაზრის დონეები აქვს დანაწილებული. არის პრემიუმ კლასის, არის საშუალო კლასის, არის უფრო იაფი პროდუქციები, არის ნუ ქიმია, შვამი, რომელიც აფთიაქში იყიდება და საერთოდ სინთეტიკურია და არ გიჩვევთ საერთოდ სინთეტიკური საშუალებები მიიღოთ, იმიტომ რომ ტყუილად იღებთ ჩვენს ფორებში, რომელიც არის მეტრის მილიარდებში, აი უმნიშვნელო, ასე ვთქვათ,
არის უმნიშვნელო ისეთი ზომით, რომ შედის ჩვენს უჯრედის ფორებში და აღწევს პირდაპირ. სინთეთიკურად ნაყიდი საშუალებები პირიქით აკეთებენ იმას, რომ ვერ გადიან ბარიერს, აღწევენ ფორებს და ბინძურდება ორგანიზმი, ან ტყუილად გადაყრილი ფულია. ამიტომ ტექნოლოგია აკუმულიტესეი, ეს არის ტექნოლოგია უჯრედული კვება. ენის ქვეშიდან არაჩვეულებრივი მცენარეთა ნაკრები, მთელი მწვანე აფთიაქი, მთელი მწვანე ოქრო, მთელი მცენარეთა საგანძური ცნობილი ხდება ჩემს ვენებში. მერე სადმიდის მას უარყოფითი მუხტი აქვს და მიიზრდება სად დაზიანებულ უჯრედებთან. ანუ ძალიან ჭკვიანი პროდუქტია, გამიზნული პროდუქტია, იცის სად უნდა წავიდეს, რაც უნდა დაეხმაროს, ტყუილად არ იხარჯება. ამიტომ ეს არის ლოგისტიკა უჯრედული კვება, უჯრედების წმენდა კვება რეგენერაცია, ეს არ აქვს არავის. იმიტომ რომ მართლა გეუბნებით ცხოვრება დაჩქარდა, ეს არ არის კარგი. და ჩვენ ძალიან ვნებთ ჩვენს ჯანმრთელობას, ხო? და ნუ რაღაც ქიმიურ და შხამიან სამყაროში აღმოჩნდით ჩვენ პირისპირ და რაღაც უნდა გავაკეთოთ, ხო? რომ გავაუმჯობესოთ, გადავრჩეთ, მინიმიზირებული იყოს ეს ასე ვთქვათ, მავნებლობა, რასაც დღეს განიცდის ხალხი, გადავსებულია საავადმყოფოები, ხან ლეიკემით, ხან ათასნაირი დაავადებები. საიდან ჩდებიან ეს, რასაც პირში ჩაუძახებ, ის ან მოგარჩენს ჩემო ძვირფასო, ან მოგკლავს. ამიტომ ძირითადად ესეთი მდგომარეობა გვაქვს. კომპანია APL Go 13 წლის არის, კერძო პირის ოჯახის ხელშია, ეს არის მრავალშვილიანი ოჯახი, შედარებით ახალგაზრდები არიან, მათ კიდევ ცხოვრება წინ აქვთ, მიუყვებიან დროს, ძალიან დიდი სისწრაფით. ხავთ ახალგაზრული გუნდი შემოკრებული მათ აქვთ ის 19 რეცეპტურა, რომელიც შედგენილია უნიკალური მეცნიერების მიერ, ამიტომ 19 მიმართულება გვაქვს, გაჩვენებთ ჩვენ სერტიფიკატებს, გაჩვენებთ ჩვენ ასევე, აქ არის ხალალი, გაჩვენებთ განახლებულ ხალხსაც, მოვიტანეთ დღეს სერიოზულად, აი ეს სპეციალურად მოვიძიე. FDA კოშერი ხალალი, ანუ გამოვრიცხოთ გენომოდიფიცირებული პროდუქტები, კომპანია არის ჰუმანური, არაკეთებს ცდებს ცხოველებზე, არის აბსოლუტურად ნედლეული, არის მცენარეული და ტექნოლოგია არის განუმეორებელი, მას მიღებული აქვს აი ესეთი დონის დიპლომი. ეს არის ძალიან სერიოზული ჰანოვერის უნივერსიტეტში სპეციალური ძალიან ესეთი მედალი, დიპლომი, როგორც აღიარეს ეს კომპანია ძალიან სერიოზულ აი ამოსავალ წერტილად რო იტყვიან, რომ ნატურალური კომპონენტები, ხილი ბოსტნეულების და ამცენარების და საღი რაღაცა სამკურნალო მცენარეების ჩვენს ორგანიზმში რომ მაინც რაღაცა დოზით და რაღაცნაირი გზით რომ მოხვდნენ უვნებლად. და ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ეს არის რუდოლფ ვირხოვის მედალი აქვთ მიღებული, ჰანოვერიდან აქვს ეს ამოღებული და აი ახალი 2024 წლის ხალალის განახლებული სერტიფიკატი, რომელიც გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ იცით რომ ისრაელში როგორ მაღალ დონეზე არის აყვანილი ქოშერი, ხალალი, მუსულმან ქვეყნებში ხალალია, ეს ქოშერი გახლავთ. კი, ქოშერის იმიტომ ორი მაქვს, ამიტომ ეხა ქოშერს დავჩერები ვარ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენს ქვეყანაშიც ეხა თუ მე აი აქ მიდევს ჩემი 19-ვე პროდუქტი, აი გადაიხევდეთ, რომ გაჩვენოთ, მე ყველაფერს მივირთმევ. აი სულ ყველა აქ მაქვს. აბსოლუტურად ყველა, ეხა დავთვალე და 18-ია სლაიდი აკლient, რომ დიდი რაოდენობით ვიღებ ამჟამად სლაიდს. და ეს არის ჩემი ყოველდღიური საკვები, რა თქმა უნდა, იმ ძირითად კვებასთან ერთად, რასაც მე მინდა მომწონს ვირჩევ, მჭირდება და სუპერფუდებს მივირთმევ. გადავიდეთ ჩვენს პრეზენტაციაზე, ჩვენ ერთ-ერთი არის რელაქსი, რომელიც ნერვულ სისტემაზე და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე ძალიან დამამშვიდებლად, დამაწყნარებლად მოქმედებს, კვებავს ნერვულ უჯრედებს, ხდის აგრესიას, ასე ვთქვათ, ანეიტრალებს სტრესის ჰორმონს, კორტიზოლს. და ძალიან მოსვენებული, დამშვიდებული, გამოძინებული გაიღვიძებთ დილით, საერთოდ წნარდება ძალიან ნერვული სისტემა, სულ ყველა ძილის ფაზა არის ჩათვალეთ აღდგენილი და თქვენ აი ისეთი ხარისხიანი ძილი გაქვთ, რომ გეგონათ, რომ არ ვიცი, აი ეს შეგრძნება თქვენ, აი
რელაქსამდე არასოდეს ეს შეგრძნება არ მქონდა და ეს იყო ჩემი ოცნება გამომეძინა ისე, როგორც ბავშვობაში მეძინა ხოლმე და თუმცა მე დედამ გამახსენა, რომ არც ბავშვობაში დიდად ესე ემოციონებულად არ მეძინა. ეს არის საოცარი ძილი, ჩვილი ბავშვის ძილის სასარგებლო და ღრმა. ვის არა აქვს აგრესია, ბავშვები აგრესიულები არიან, ნერვული სისტემის დამამშვიდებელია და ნერვული უჯრედების კვებავია. გვაქვს ჰეფი, უფრო გააძლიერებული რელაქსი, ეს არის პანიკები, შიშები, შფოთვები, ეპილეფსიის დროს ვიყენებ როგორც ბუნებრივ ნატურალურ ანტიდეპრესანტს, აქ ისეთი ნივთიერება შედის კანაბიდიოლი, ხო? აქ შედის კურკუმა, ძირტკბილა, ხო, დამავსდა რელაქსი, ეს არის აშვაგანდას ნაკრები და პასიფლორას, მერე უკვე მას აძლიერებენ, ასე ვთქვათ, ფიჭვის კაკალი, კედრის კაკალი და სალათის ფურცელი, ლატუკი, რომლის რძე არის დამამშვიდებელი ნერვული უჯრედების კვებავი, ამიტომ ჭამეთ, მიირთვით ძალიან ბევრი სალათის ფურცელი. ჰეფი გვეხმარება ჩვენ ფსიქიკური ფსიქოემოციური სტაბილურობას მივახციოთ, ხო, ვისაც აფექტური ხასიათი ან ჰორმონალურ ფონზე, ხო, ხან ტირილი უნდა, ეს საქანელები აქვს ემოციების, ან უწევს რაღაც სასამართლოში მოიგოს პროცესი, ან შედის გამოცდაზე, აქვს ძალიან ესეთი დაძაბული მდგომარეობა, სტრესულ მდგომარეობაში, ან გარემოში ცხოვრობს, ან მუშაობს, ეს არის არაჩვეულებრივ დილით ერთი ხეფი და ხანმშვიდად და ლაღად, იმიტომ რომ შენს ორგანიზმში ძალიან ბევრი სეროტონინი გამოიყოფა, ენდორფინი გამოიყოფა და აი სასიამოვნოდ ლაღად და მშვიდად ხარ. აი საერთოდ სხვანაირი ხდება ფსიქიკა, ეს არის ფსიქიკის მკვლევარი. შემდეგ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ გვაქვს სტოპი და სტოპის მეგობარია სლაიდი, ეს არის ძველ საყრდენ მამოძრავებელი სისტემა, ხო? იმიტომ რომ იცით რომ სახსრებს არ აქვთ კაპილარები, ისინი კუნთმა უნდა ყვებოს, ამიტომ სტოპით ვათბობთ ჩვენი მკუნთებს, რომლებიც გადაცემენ საკვებნივთიერებებს სახსრებით ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი არის დატანჯული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად სახსრის ნაპრალში მე პოვლობ პარაზიტებს. ან სტრეპტოკოკს მიპოვია ოქროსფერის სტაფილოკოკი, ეს ხდება ყოველ დღე. ან ვირუსი მიპოვია, რაც აკივლებს ამ ხალხს და უნდა მოხდეს მათი, ასე ვთქვათ, განეიტრალება. ჩემო ძვირფასებო, მე მახსენე ტოქსინები და პარაზიტები ჩვენი ასე ვთქვათ, გარემო გადატვირთულია ტყვიით. მე ვყვებოდი, რომ ტყვია უკვე სანელებლებშიც იპოვეს, მაგრამ ტყვიით მიწა ძალიან დაბინძურებული და ერთ-ერთ ფაქტორად ისიც იცვლება, რომ თურმე მონადირეები ნადირობის სეზონზე ტყვიას რო ასე ვთქვათ, აფრქვევენ, ხო? ალტი წმენს აბსოლუტურად ორგანიზმს, ლიმფას წმენს გადატვირთული მძიმე მეტალებით. ამ მძიმე მეტალებს მე ჩემი კვლევისას ვხედავ რა რაოდენობით და მიხასიათებს მენდელეევის სისტემის თავისი დახასიათება მოყვება, ხო? მე ვხედავ ვერცხლის წყალს თქვენს ორგანიზმში, მე ვხედავ ტყვიას, ისინი ძალიან ძნელი გამოსავდენი, მე ვხედავ ქლორს, რომელიც აბერებს ორგანიზმს, ამიტომ არატაროთ ბავშვები ხშირად ამ ღია საცურაო აუზებზე, ან თუ დასასვენებლად მიდიხართ, ჩედით მარილიან ზღვაში, კაცო, ეს უფრო მოსახდენია. ამიტომ ალერგიას აშორებს ეს და ყველანაირი რადიაციისაგანაც კი იწმინდება ეს, იმიტომ რომ ძირტკბილა აქვს ძალიან დიდი რაოდენობით, რესვერატროლი აქვს ძალიან დიდი რაოდენობით, ევკალიპტი რომ არის ბრონქებზეც და ფილტვებზეც ძალიან კარგად ვიყენებ და კედრის კაკალი ამაში, მანგოსტინი, ანტიოქსიდანტებია, მწვანე ჩაია, არაჩვეულებრივია ალტი, როგორც ალერგიის საწინააღმდეგოდ ყველანაირი ტოქსინების გასაწმენდად და ლიმფის გამწმენდი, ხო? თირკმელსაც წმენს არაჩვეულებრივად ვიყენებ ხოლმე. ეხლა ჩვენი კარალევა, ჩვენი მეფე და ჩვენი დედოფალი, ასე ვთქვათ, წამყვანი მაინც არის მელსი, იმიტომ რომ ყოველ დღე გადატვირთულია ინტერნეტი, მიშველეთ ვერ ვიშორებთ პარაზიტებს, ბავშვებს ვერ ვაშორებთ ჭიებს. ეს რაც იცით, მაგრამ ის რაც არ იცით და თქვენი დიაგნოზები მაინც პარაზიტებისგან არის გამოწვეული. მე კი ვამბობდი ხოლმე ეს 4 წელია, რომ ყველგან პაი თქვენც გაოცებული მოირბენდით ხოლმე ჩემთან და მეტყოდით, რომ თამუნა კანიდან პარაზიტი ამომიძრა. ჩემს ძმას ხვირიდან გამოუძრა თვალიდან, ეს ცოტა არასესიამოვნო ემოციური და შოკის მომგვრელია, მაგრამ ესენი ყველგან არიან. დღეს მე როდესაც ყველა ადამიანს ვაშუქებ, 47 ორგანოდან 5-ში მაინც ზიან. ყველა სხვადასხვა ადგილებში და იმასაც ვხედავ, რა პარაზიტია. რა დასახელება აქვს მას და რა პროცენტით ზის ჭკვიანაცის
თუ უკვე იწევს და ის რითაც მოდის ჩემთან ადამიანი, ხო, მხმარებელი ჩვენი. მისი ბრალი ყოფილა, ხო? აი, აქ, როდესაც დღეს ერთმანეთს ინტერნეტში კარნახობთ, რა თქმა უნდა, ვიღაცას რაღაცა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ვაიმე დაალბე გოგრის თესლი, მერე დააბლენდერე და მერე დააყენე და იმის წყალი სვი და რაღაცა იქნება. ჩემო ძვირფასებო 45 ნუ გააწვალეთ ერთმანეთს, ენის ქვეშ დაიდეთ მელსი, всё. ერთ თვეში ბავშვი არის გასუფთავებული ისე, რომ პარაზიტი ორგანიზმში არ ბრუნდება. მედეგობა აქვს ძალიან დიდხანს, რატომ ეს 45 ანტიბიოტიკი და მცენარე ისეთ სუნს ტოვებს, რომ პარაზიტი ვეღარ იტანს საუტანობა აქვს, როგორც თევზი ვერ გრძნობს, ჰაერი ჭირდება, ჰაერი და გამოდის გარეთ. და თავის ის თქვა ბუდე კვერცხებიანად გამოყავს, ხო? ამიტომ ჩემო ძვირფასებო, თან ფანტისგებმა გემრიელია, ბავშვები ჭირვეულებენ, თან უნდა ამზადოთ, თქვათ, რაღაცები აკეთოთ, აღარ არის ეს საჭირო, აიღეთ მელსი, ენის ქვეშ დაიდეთ, აი აქ მაქვს, ეხლა დღეს ცოტა ყელის ესენი დამეძაბა. და აი ესეთი 15 ბლისტერი, ეს ჩემი მოკლებულია. 2-15 ბლისტერიანი დრაჟე გაქვს. არაჩვეულებრივი პანაცეა. გააგებინეთ ეს ყველას, გააგებინეთ ხალხს, იმიტომ რომ ასეთი ფორმით მოწყობილი პრეპარატი, რომელიც დევნის პარაზიტებს, ვირუსს აკრობს, ბაქტერიებს აუნებელყოფს და სოკოს დევნის, რომელსაც ვერავინ ვერ ერევა, ეს ჩვენ გვაქვს. მე როდესაც ვხედავ ჩემს კვლევაზე, ადამიანს აქვს 11 სახის სოკო, 6 სახის რაღაცა ჰელმინტი, პარაზიტი, ბაქტერიები ცავსია, სად ვაგზავნო ეხლა მე? ანტიბიოტიკის ესა ალერგიას, აი ასპერგილუსი რო აქვს ნაყლაპი და ის არ გამოდის ეს სოკო. რაზე გავაგზავნო ეხლა მე? ნისტატინებით რო გაასტერილონ? ან ანტიბიოტიკებით, ან ანტივირუსული პრეპარატებით დაბომბოს თავისი ღვიძლი ხალხო და კუჭი გაინადგოროს, უნებელი მელსი გაუშვეთ ენის ქვეშ. და ის ყველას ბახ ანადგურებს, როგორც აი პულიმიოტიდან ესვრის ყველაფერს. რატო? იმიტომ რომ ამას მუხტიც რო აქვს და ეს უარყოფითი მუხტი არ მოწონთ, იმიტომ რომ თავად ადებითები არიან და პირდაპირ მიზანში ახვედრებს და ბომბავს ამ პარაზიტებს ჩვენი მელსი. და ტუტე გარემოს ქმნის ორგანიზმში, რაც მათ всё შებორკილებით ხავს და დადამბლავებული ხავთ ეს პარაზიტები და ვერაფერს ვეღარ აკეთებენ, გათიშულები არიან. ამიტომ ჩემ ძვირფასებო, მელსი გააგებიეთ ეს ყველას. ეს საუკეთესო ფორმა მოცემული მიღებისასაც და ხო? მოგონებას დასოგილი ამდენი დრო და არის გემრიელი, ატარებ, მოტეხავ, ჩაიდე, წაიღე, არაჩვეულებრივია. მერე კუჭნაწლავის სისტემაში ხშირია ხელიკობაქტერია და ხელიკობაქტერიაზე მელსით და აისით მუშაობ. ჩვენ უნდა გავწმინდო კუჭნაწლავის სისტემა და მერე ვაძლევ აის, რაც აღადგენს ლორწოვანს, არის ჩემი მეზიმფორტე და არის, ნუ, ამიმუშავა გაწმენდილი ნაწლავები და არა პირდაპირ თავიდან არ ვიღებთ ხოლმე, რომ არ მინდა, რომ ჩემი ბაქტერიები მოძლიერდნენ აისით, რომელიც აძლიერებს მიკროფლორას და აი კვებავს და იქ უნდა მყავდეს დაბალანსებული მიკროფლორა. ამიტომ ჯერ წმენდა ლიმფის მთლიანი ანტიპარაზიტარკა და მერე უკვე აისი, ეს ხდება ხოლმე 2 კვირაში ვამატებთ ხოლმე. ჩემო ძვირფასებო, გულისთვის გვაქვს არაჩვეულებრივი საშუალება, იმიტომ რომ როდესაც ღვიძლი ვერ მუშაობს, როდესაც თქვენ ქოლესტერინის გაქვთ, როდესაც ამდენი კორტიზოლია სისხლში, გულსისხლთა სისტემას უჭირს, როდესაც ხერხემალი მოშლილი, მოხრილი, გადახრილი, ხუთგანთიაქარი, მოჭეჭყილი, ეს არტერები მოდიხართ ჩემთან და წვინის ცდილობს რომ მომაწოდეს ჯანგბადი არ შეიძლება ეს კატასტროფა, ამიტომ გულს დააძალებს, აწიოს წნევა, გაზარდოს წნევა, არითმია დამართოს გულს ბოლო-ბოლო, რომ ავიდეს ამ დროს ჩვენ რას ვშვებით, ვაიმე, წნევა მომიწია და უნდა დააგდოთ თქვენ ეს წნევა, ანუ თქვენი საკუთარი თვით გადარჩენას ცდილობს ორგანიზმი და ჩვენ კიდევ აქეთ, იმიტომ რომ სიმპტომმა შეგვაწუხათ თქვენ და იცოდეთ საიდან მოდის წნება, ამიტომ მოდით ჩემთან და მიხარია რომ მოდიხართ, რომ დავინახოთ მიზეზი, იყავით გააცნობიერებული, გაფრთხილებული, გაღვიძებული, იცოდეთ რა არის მიზეზი თქვენი წნევის. ეს ხო არ მოდის ტრამიდან, ეს რისგან მოდის, ხო ქოლესტერი როგორი გაქვს, მარგარინით ხო არ გაქვს გაბიდნული და ამ ფოლაქებით, ხო მარგარინს ვეძახი ხა ესე ხალხურად იცით რომ მე თქვენ აქ ტვირთავ სამედიცინო ტერმინოლოგიით, რასაც მე ვისმენ გავდივარ გადამზადებების დროს, თითქმის ყოველ დღე, რომ აი ეს ხო ეგრეა რა ბლანტი, ეს ამდენი ცხიმით როა გავსილი, ხო ეს ზარღვები ეს რატო? იმიტომ რომ ღვიძლია გამოსული. ამიტომ ეს არის ცოცხი სიზღძარღვების, გულის მკვებავი
მარტყვი შეიცავს ყველა მიკროელემენტს და მინერალს, რომელიც შეკუმშვა გაფართოებაში გულის კუნთს სჭირდება. ხოთაშორის გულის პარკუჭებში პოულობს ძალიან ბევრ ბაქტერიას ან პარაზიტს, იცოდეთ. ამას გაჩვენებთ და თურმე სტენოზური მოჭერები ნიტროგლიცერინით რომ ცდილობდნენ მოხსნეს და ვერ მოხსნეს არის ზუსტად იმიტომ, რომ ტიპის ნაკბენით ტიპა უშვებს. ბორელია, წაიკითხეთ ესეთი რა არის და ტოქსინი რომ უშვებს, გულს აქვს რეაქცია და აქ მოჭერითი ხასიათის ტოქსინზე რეაქცია. ამიტომ ყველაფერს ხედავ ხოლმე ძირფასებად თქვენ სინამდვილეში გული კი არ გტკივათ, ტკიპამ გიკბინათ და ეს ტოქსინი თქვენთან დაბინავდა გულის პარკუჭში. ამას ხედავ ხოლმე და ხალხმა გადაყარა ნიტროგლიცერინი რატო უნდა სვათ ტყუილად ნიტროგლიცერინი არ შეიძლება ამდენ რამის მიღება ქიმიურად, ხო და დავიწყეთ წმენდა ალტით და მელსით. ეხლა ნახეთ, საიდან მოდის გულის პრობლემები. საიდან მოდის და მოდის ჩვენი ღვიძლიდან. ღვიძლისთვის გვაქვს არაჩვეულებრივი რასტაროფშა. ეს არის ბაყაყურა, არტიშოკი, რომელიც არის ფილტრი, რომ გაფილტროს და გარეცხოს ჩოთქი, ხო, ღვიძლისთვის. არის ბაბოაწვერა, რომ გამოიყენოს ყველა ტოქსინი, ავოკადო, რომ დატვირთოს ძალიან კარგი ცხიმებით. ავოკადო უყვარს ტვინს, იცოდეთ და უყვარს სისხლძარღვებს, უყვარს ქალურ სისტემას და უყვარს ღვიძლს. საერთოდ ავოკადო ჭამეთ. მიირთვით, იყიდეთ. ნახეთ კარგი ავოკადო კვირაში ორჯერ მაინც, ეს არის საუცხოო ცხიმი ჩვენი ორგანიზმისთვის, ის რაც მართლა კარგი ცხიმი რაც გჭირდება. ასე რომ კურკუმა ჯერ ვერ გაიგებ კურკუმა ვიყიდეთ თუ რა ვიყიდეთ საღებავი, ამიტომ უძვირფასესებო. ჩვენ შედეგებით უკვე ვწმუნდებით, რომ ამ ხეფერმა მელსთან ანტივირუსურთან შერწყმაში მომაშორა ფასციოლოზი პირადად მე თამარ ქავთარაძეს, რომელმაც ამდენი წელი 37 წელი ვიარე ისე თურმე ჩემი ყველა უბედურების პრობლემა ყოფილა ფასციოლოზი ფარშირებული და ეხლა რაღაც ნარჩენები ვნახე, მათი კვალი უმნიშვნელო, რომელიც არაფერს გავლენას არ ახდენს, მაგრამ მე არც მეჯერა რომ ეს ამას ვამბობდი, რომ მე ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში და დღეს ზუსტად კვლევის მერე იქ კვალი ვნახე, თურმე თამარ არ მოგმლანდებია, მართლა ფასციოლოზი გქონია. არაჩვეულებრივია ღვიძლი რომ გაიწმინდება, დიაბეტის პროფილაქტიკა გაქვთ სისხლძარღვები ხასხასეს რეალა, კარგი სისხლი დადის ქოლესტერინი, ესე იგი ქოლესტერინის ცვლილება მეტაბოლიზმი, სინთეზი დაშლა, ანუ შეტანა უჯრედში და გამოტანა უჯრედიდან, დაგროვება და ეს ქოლესტერინის ხოთაშორის თქვენ დღეს ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ქოლესტერინის ორი ფორმა არსებობს, მაღალი სიმკვრივის, დაბალი სიმკვრივის, ანუ ცუდი, კარგი, მათ გადამტანები ყავთ. მოკლედ, ქოლესტერინზე რო ანალიზები მოგაქვთ, არაფერს იმდეს არ ნიშნავს, მას გაშიფრვა უნდა, ხანდახან მოდიან ხოლმე კაი მდგომარეობა აქვს და გონიათ რომ მომატებულია, უნდა იცოდეთ რომელია მომატებული. ასე რომ ამას ღვიძლი არეგულირებს. ღვიძლისთვის გვაქვს არაჩვეულებრივი პროდუქტი და როდესაც ღვიძლს კუჭნაწლავს უჭირს, იქვე პანკრეასია, ეს ერთი სისტემაა სადაქალო სამეზობლო, რომელიც ერთ ქარხანას ემსახურებიან, ასე თქვა, საჭმლის მონელებას, ხო? ამიტომ როგორც კი თქვენ ღვიძლს უჭირს ხოლმე, აუცილებლად კუჭქვეშა ჯირკვალს ერთმანეთის დეფიციტის გამო არიან ცუდად. გამიგეთ? იმიტომ რომ თურმე ღვიძლი იმიტომ მტკიო და აგერ პანკრეასში პარაზიტები მქონია და ფერმენტებს ვერ გამოყოფს, ამიტომ პარაზიტი. ფერმენტებს რო ვერ გამოყოფს პარაზიტი, ღვიძლს უჭერს, იმიტომ რომ ცხიმის დამშელი ფერმენტები არ აქვს, აკლია. ამასაც ხედავ მე ხალხო, რა ფერმენტი გაკლიათ. რა ამინომჟავა გაკლიათ, რა ვიტამინი იწოვება, რა არის იწოვება, მე ამას ყველაფერს ახლა გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. საერთოდ შევიხედავ ყველგან და ყველაფრისთვის პროფილაქტიკისთვის. თქვენი გასაწმენდა, გასაშენებელი, გასარემონტებელი და გასაპროფილაქტიკებელი, ასე ვთქვათ, გაზეპრიალებელი ყველაფერი მაქვს. ჩვენ ამას აქამდე ვაკეთებდით, ჩვენ ამას უბრალოდ შიგნიდან ვერ ხედავდით, გოგოები და ბიჭებო, რას ვაკეთებთ და ეხლა რომ ხედავთ, ეს არის უდიდესი, რა მართლები, რა კარგები და რა მაგრები ვართ, დროს რომ პასუხობთ, მიზანში ვახვედრებთ და ვდებთ საოცარ შედეგებს, რომ ხალხი არ წვალობს და გაოცებული რჩება. ეპილეფსიაზე მე ვისაუბრე, სახსრებზე, მოკლედ 19 მიმართულება გვაქვს, დაგვრჩა ასე ვთქვათ, ქალური ქალები და მამაკაცები ცალკია. რაღაც არეულია ჩემი სლაიდები. ეს გელახავთ ბრეინი ტვინის კვება, გინკო, ბილობა, ბაკოპა, მონიე და უამრავი მცენარე, აქ შედის ჟენშენი, აქ შედის სატაცური, აქ შედის ტერნირა, აქ შედის ლიმონურა, აქ შედის აშვაგანდა, აქ შედის მწვანე ჩაი, კურკუმა.
არაჩვეულებრივია, როგორც იტყვიან ხოლმე, ხელოვნური ინტელექტი აღარ მჭირდება, მე თავად ხელოვნურ ინტელექტს ვაჯობეო, მე ტყვიან ხოლმე, ისე გამეხსნა ტვინი და ძალიან მალე ითვისებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, ეხსნებათ გონება, იდეები მოდით, რაღაცა მენტალური ევოლუცია ხდება, სასწაული. მინდა გითხრათ და არაჩვეულებრივ შედეგს დებს. ეხლა ჩვენ წავედით, მე ვეძებ ქალის პაუერს. გვაქვს მამაკაცის პაუერი, პროსტატის ანთება, შარდსაწვეთი, თირკმელი, შარდსასქესო ორგანოები, რეპროდუქციული სისტემა. ეს ყველაფერი არის მამაკაცებისთვის შექმნილი, რომ გქონდეთ ტესტოსტერონი, ჰორმონები წესრიგში, რომ გქონდეთ სურვილი აკეთოთ რაღაც, იმიტომ რომ ტესტოსტერონი აკეთებინებს ქალსაც, აქ ტესტოსტერონი, ზოგს მომატებული აქვს და ჭარბთმიანობა და ხასიათსაც ეტყობა ხოლმე, მაგრამ ზუსტად ეს არის ტესტოსტერონი, რომელიც გაკეთებინებთ საქმეს, ხართ აი ესეთი პრაგმატული, ესეთი ორგანიზებული, უნდა მიაღწიოთ რაღაცას, აი ტესტოსტერონი აუცილებელია ქალებისთვისაც, თორემ ისე ვერაფერს თავს ვერ მოვაბავთ, ვერაფერს ვერ მივიყვანთ ბოლომდე, ვერაფერს ვერ წამოვიწყებთ, ვერაფერს ვერ განვახორციელებთ, ეს არის ძალიან საჭირო. ოღონდ თავისი პატარა დოზით. მამაკაცებს კი საკმაოდ დოზით ჭირდებათ, იმიტომ რომ ისინი არიან დომინანტები, მათ სხვანაირად აქვთ ტვინი მოწყობილი, ორგანიზმის სხვანაირი მისიით არიან დაბადებულები და რა თქმა უნდა, მათი ქიმია, ბიოლოგია სხვანაირია და ფიზიოლოგია, ხო? ამიტომ არაჩვეულებრივია მათთვის, ვისაც აქვს მაგალითად სპერმატოზოიდების აქტივობაზე მოქმედებს დადებითად ზრდის, ასევე ანტიმუტოგენია, გენეტიკურ დაავადებებს მოგაშორებთ, თუ კი თქვენ გეგმავთ ბავშვს, ჯერ ორგანიზმი უნდა გაიწმინდოთ, მერე 3-4 თვე უნდა მოხდეს ეს წმინდა და ამ პროდუქტების მიღება, 6 თვე თუ გაივლით წმინდა რეგენერაცია, აღდგენა და შევსებას, მარაგისას ორგანიზმის მთლიანად გადახალისება ხდება, აი მაშინ მერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად ჯანსაღი თაობა გეყოლებათ და გენური მუტაციები და ყველანაირი აი ის მაქსიმალურად აი ძალიან კარგი ბავშვები იბადებიან, როდესაც ჩვენი პროდუქტების გაივლიან ხოლმე 6 თვეს მაინც, ხო? grow არაჩვეულებრივი grow ჩვენი იმუნიტეტი, ჩვენი ყველანაირი კენკრა, ხილი, მულტივიტამინკას ვეძახით ხოლმე ამას, არ ვიცი, 350-ზე მეტი მარტო ანტიოქსიდანტია, 1000 პოლივიტამინური კომპლექსი შედის მასში. აქ არის განოდერმა, სოკო, აქ არის ასტრაგალი, აქ არის აშვაგანდა, აქ არის ბროწეული, ალოე ვერა, ძალიან ბევრი ყველანაირი ხილი, კენკრა, ექინაცია არაჩვეულებრივია, როგორც იმუნიტეტისთვის, გამაძლიერებონ იმუნიტეტის და პოლივიტამინური კომპლექსი მხედველობისთვის, ბავშვები გიждდებიან ამაზე, მოხუცებს ვაძლევთ ხოლმე მხცოვან ადამიანებს, რომ გქონდეთ ძალა, ენერგია და კარგად ეძინოთ, აი მაგალითად 60-80 წლის და გადაცილებულ ზემოთ, ახლა ჩვენ ბებია ბაბუკვებს ვაძლევთ ორ პროდუქტს. რელაქს, რომ კარგად ეძინოს და growth, რომ დილით ენერგია გქონდეთ და მომარაგებული იყოს მთელი ორგანიზმი. შემდეგ beauty არის არაჩვეულებრივი ელასტინი, კოლაგენი, ესეც ანტიოქსიდანტია. თმა, კანი, ფრჩხილი, სილამაზე, რეგენერაცია, ღეროვანი უჯრედების აქტივობა, ეს არის არაჩვეულებრივი რაღაც, ხალხო, ეს არის რკინის დეფიციტი, ვისაც აქვს. ეს არის არაჩვეულებრივი, აი მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტი, ვისაც აქვს, beauty არის არაჩვეულებრივი. ანემიის დროს არის არაჩვეულებრივი. მერე, გვაქვს, ესე იგი 19 მიმართულება, ესე იგი ფერები, ეირი, აი ეს და ეირი მერევა ხოლმე ერთმანეთში, იმიტომ რომ ერთნაირი სლაიდი აქვს. ეს არის 5 კონტინენტიდან შეგროვებული, არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტების ნაკრები, ამაში არის ძალიან დიდი რაოდენობით D ვიტამინი, ამაში არის ძალიან დიდი რაოდენობით C ვიტამინი, იცოდეთ? ამას ქვია ისუნთქი ადვილად, ფილტვის ჯავშანსაც ვეძახით ხოლმე. ამაში არის ძალიან დიდი რაოდენობით თუთია და ეს არის სუნთქვის მაშველი ფილტვების ვენტილაციებისთვის, ალვეოლებისთვის, არაჩვეულებრივია იმუნიტეტისთვისაც და ძალიან კარგია, იმიტომ რომ D ვიტამინი დღეს ყველას აკლია და მასში თუთიაც არის, C ვიტამინიც არის და შეწყვა არის ძალიან კარგი. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, აი ეს მიმართულებები გვაქვს.
ძალიან ბევრი მიმართულება თითქმის ყველაფერი, რომ თქვენ იგრძნოთ თავი არაჩვეულებრივად დაცულად, არაფრისას შეგეშინდეთ, გვაქვს ასევე კოსმეტიკა, რომელიც შემოსვლას აპირებს საქართველოში, ჯერ გამოგიკვლიოთ, გააგწმინდოთ, გაგალამაზოთ და ასე ვთქვათ, მერე უკვე შეგვიძლია რომ დავიწყოთ კოსმეტიკის, თუმცა მე ჩემო გოგოებმა იციან, ჩამოგვაქვს ხოლმე საზღვარგარეთ დავფრინავთ, ჩვენ არის საერთაშორისო ღონისძიებები, არის მოგზაურობები, ეს არის სერიოზული კომპანია, მას აქვს სოციალურ ქსელებში აბსოლუტურად თითქმის ყველა სოციალურ ქსელში არის წარმოდგენილი ეს კომპანია, აბსოლუტურად ყველა სოციალურ ქსელში აქვს ტელეგრამში, WhatsApp-ში ჩატებები, ჩატბოტები, გვასწავლის ხელოვნური ინტელექტით, API-ლა, ელა, ყავს ხელოვნური ინტელექტით, ესეთი კარგი გოგო, რომელიც ყველას ამეცადინებს. ყოველდღე ტარდება სწავლებები, ყოველდღე არის ბიზნეს კლუბი, მართველი დირექტორებიდან და ზემოთ, ეხლა 25 აპრილს შეხვდებიან პრეზიდენტს. ძალიან ესეთი ძლიერი კომპანია 86 ქვეყანაში და ძალიან კარგი ბონუსების სისტემაც აქვს, ვისაც აქვს ბიზნესის ნიჭი, უნდა ფული, არის ორგანიზატორი, აქვს ძალიან კარგი გადმოცემის უნარი, კომპანიას აქვს თქვენთვის ასევე შემოთავაზება საკუთარი 100%-დან 74 შეუძლიათ, თქვენ შეგიძლიათ, რომ წაიღოთ თუ კი დაეხმარებით კომპანიას, გაუწიოთ, ასე ვთქვათ, ამ ფრანჩიზას, ასე ვთქვათ, ორგანიზება ამას ეს ცალკე თემაა და აქაც შეიძლება ძალიან სერიოზულ თანხებზე გავიდეს ის ადამიანი, ვისაც აქვს ამის ნიჭი, მიზანი და სურვილი, ხო, შეუძლებელი არაფერია. ჩემო ძვირფასებო, ეხლა ჩვენ როგორ მუშაობთ? ჩემთან დავით გამრეკელის ორ ნომერში წინასწარ ჩაწერით, მოდიან ადამიანები, ეხლა ორშაბათს მთელი დღე გამოკვლევები მაქვს, წინასწარ ჩაწერით, ასევე სამშაბათს მერე ჩვენს დიდ დარბაზში შევალთ, დაიწყება ღია ცოცხალი პრეზენტაცია იმ ხალხის, ვინც 4 შაბათს და 5 შაბათს უნდა გამოვიკვლიოთ. მოისმენენ ყველაფერს, იქვე ეწერებიან, მეორე დღეს, აი 4 შაბათს ისევ ვიკვლევ, მერე 5 შაბათს ისევ ყოველ დღე ვმუშაობ, 5 შაბათს მერე საღამოს ისევ გვაქვს პრეზენტაცია, ოღონდ განხილული იქნება აქ ფრანჩიზა, ბიზნეს თანამშრომლობა, ბონუსები და ძალიან საერთაშორისო ბიზნეს მარკეტინგი, მაგრამ მანამდე მთელი დღეც ვიკვლევ. პარასკევსაც ვიკვლევ, ოღონდ შეიძლება ეს იყოს რეგიონი. ჩემო ძვირფასებო, ამიტომ გაქვთ როგორც ონლაინ მხარდაჭერა, ასევე დავით გამრეკელის ორ ნომერში ჩვენი ოფისი, შევბრძანდებით ცალკე და რას ვხედავ ამ გამოკვლევის დროს. თქვენ არაფერი არ გჭირდებათ, თქვენ გამაგრებთ სპეციალურ ელექტროდებს შუბლზე, წარბებს ზემოთ, მარჯებზე და კოჭახარზე. წყალს მიირთმევთ, რომ კარგი გამტარია და ვხედავთ თქვენს pH-ს, თქვენს ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემის დამაკმაყოფილებელია თუ არ არის დამაკმაყოფილებელი. ეს არის ახალგაზრდა ადამიანი, 26 წლის ადამიანია, რომელსაც არასოდეს არ მიუღია ჩვენი დრაჟეები და ახლობელმა მოიყვანა, რომელმაც დადო ძალიან კარგი შედეგი. მე ვხედავ, სად უჭირს ამ ადამიანს, სად არის მინიმალური დარღვევა, სად არის სიგნალი, სად არის ძალიან სერიოზული სიტუაცია მისახედი. აი, აქ მაგალითად ჩანს კაპილარები რა დღეშია, ბრონქული სისტემა რა დღეშია, საჭმლის მონელება, ყველა შარდგამომყოფი ენდოკრინული რა რაოდენობით უჭირს. საერთო სურათში მექმნება წარმოდგენა 47 ორგანოს მკვებავი არტერია თუ მამოძრავებელი ნეირონი ნერვი, აი ახუნძლულია თქვენს ხერხემალზე. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ყველა მალას შეესაბამება ქვემოთ შესაბამისი ორგანო და ის ადგილი და ამიტომ მე ვხედავ გადახრას. ასევე დაწერს აუცილებლად მიშიფრავს მე ხელოვნური ინტელექტი ამ ადამიანს რა ადგილზე რა უჭირს, სად საჯდომი ნერვია გაჭეჭყილი, რომელი არტერია მოჭეჭყილი, სად არის თიაქარი, რატო სადა გამწვავება, ეს არის ახლა ძალიან ცუდი მდგომარეობა, ჰიპოფუნქცია მკვეთრად გამოხატული და დავინახე. ახსნილია მთლიანად ეს ორგანო რატო ტკივა, ის ადგილი რატო ტკივა, ფეხი რატო აქვს დაბუჟებული, თუ საიდან ხელი, თუ საიდან რა შეიძლება განუვითარდეს. ნაწლავებში რა მდგომარეობა ვხედავ, შეწოვა არის ძალიან ცუდი. ნაწლავებში შეწოვა არის თითქმის აი ძალიან ცუდი. არაფერს ეს ნაწლავი არ იწევს ჩემო ძვირფასო მეგობრებო და რაც არ უნდა იყიდოთ, მიირთვათ, არაფერი თქვენს ორგანიზმი არის გამოფიტული. აქ მიწერს, რამდენი დღიური დოზა ჭირდება, ესე იგი ნაწლავებია გასაწმენდი. ამის მერე მე ვუყურებ პარაზიტოლოგიას, მიწერს აბსოლუტურად ყველა უმარტესობებით დიფუზორია ამებიდან დაწყებული და სად რაზის რომელ ორგანოში.
ვირუსი, ბაქტერია, სოკო, ჰელმინტი, რა რაოდენობით არის, რა ქვია ამ დამაბინძურებელ პარაზიტები დავარქვათ, ყველას პარაზიტი ქვია და ასე შემდეგ, რამდენი წყალი გჭირდებათ, რამდენი წონა გაცხიმოვნება გაქვთ თუ არ გაქვთ გაცხიმოვნება, თუ გაცხიმოვნება არის, რატოა ეს გაცხიმოვნება და სად არის თქვენი სუსტი წერტილი. ასევე დავინახავთ თქვენს აურას. აი ეს 47 სეგმენტი, ეს არის 47 ორგანოდან გამომავალი სეგმენტი და ენერგიის წყარო. ესე იგი, ამ ადამიანს ძალიან ჭირდება მიხედვა. ეს იყო 26 წლის ადამიანი. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ქალბატონს, რომელიც ჩვენი დრაჟეებით ძალიან ხარბად 69 წლის ქალბატონია, რომელსაც დაინახეთ რა მდგომარეობა აქვს. 69, 75, 78 წლის გოგონები მოდიან ჩემთან გამწვანებული სუსტად. აი ეს მდგომარეობა აუცილებლად გადავა ამ მდგომარეობაში ჩვენი დრაჟეების წყალობით. ნახეთ ხერხემალი ქალბატონის. ნახეთ შეწოვა ნაწლავებში როგორ გასწორებულია. ანტიპარაზიტები ვაფშე არ ყავდა. საერთოდ არ ყავდა მეგობრებო ეს. ნახეთ როგორია მისი ასე ვთქვათ აურა. და როგორი იყო აქ აი ამ ადამიანის აურა, ხო? ამის გამოსწორება ხდება შეიძლება და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვაქვს არაჩვეულებრივი პროდუქტი კომპანია EPL Go-სგან და გვაქვს არაჩვეულებრივი მიდგომა. მე რატომ მიხარია? მე იმიტომ მიხარია ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ ყოველთვის მაგრად მუშაობდით. ამდენი წერილი, ამდენი გასაოცარი შედეგები ვერც ერთი ქიმიური წამლით და ვერაფრით ვერ იდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩა ოპერაციას, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა, რომ თურმე მოშორებადია ეს ფსორიაზი, ეს ალერგია, ეს ქრონიკული საშინელი კანის დაავადებები თუ რა ვიცი, აი უკიდურესი ქოლესტერინის, აი აღარ ჩამოგიყვებით, იმდენია ჩემს Facebook-ზე თუ შეხვალთ, შედეგები EPL Go-დან, იქ აი ამ სკრინებს წერილებს ვაგროვებ ხოლმე, მთელი ალბომი ასობით წერილებია, ხო? და უამრავი ადამიანი, რომელსაც ცხენიათ გამოსვლა და ლაპარაკი, რა დღეში ყავდათ ორგანიზმს და ეხლა როგორები არიან, ხო? ჩვენ ყავდა გოგონა პატარა, რომელიც სკოლას აცდენდა 1 წელი, იმიტომ რომ 40 ქონდა გოგონას ყოველ დღე ტემპერატურა და იწვა სულ იაშვილის კლინიკაში. 6 მელსით და ძალიან დატკმითი დოზებით აქ არის ეხლა მისი სპონსორი, მომწვევი და კურატორი, ვინც აქცევდა ყურადღებას. ძალიან მალე გამოვიდა ეს ბავშვი წყობილებიდან 40 ტემპერატურა 1 წლის განმავლობაში. და დედამისის სახე მე არ დამავიწყდება, რომ რასაც მეტყვით 10 მივცემ, იმიტომ რომ მე სხვა გამოსავალი არ მაქვს. რომ ბავშვი გადამეხარშა, ხო? და დღეს როგორი კანიც კი გადაეწმინდა ამ გოგოს ულამაზი სისახეს ու დაკენკილი და სტაფილოკოკები და რა ვიცი, ჰერპეს ვირუსები და აქ ერთად ამოდის ხოლმე ყველაფერი. და ყველაზე ცალ-ცალკე უნდა აკეთოთ თქვენ ასე ვთქვათ, ანალიზი. მაგალითად, ბაქტერიოფაგში ვიყავი, მეტყვია 50 ლარი გადავიხადი და მაჩვენებენ კანდიდას ერთ-ერთი სახეობა არის ამოთესილი, მაგრამ მე ხო ხედავ, რომ მარტო ასპერგილუსის სხვადასხვა სახეობა გაქვთ ნაკლაპი 6. იქ გაქვთ პირში სხვა კანდიდა, საყლაპავ მილში სხვა არის, ფილტვებში სხვა გაქვთ ნასუნთქი. ნაწლავებში კიდე სხვა და ასე შემდეგ, სხვადასხვა ადგილებში, ფეხებზე, ყურში, შუა ყურში, ვისაც ყურს მე ნაკლდა, ყველას სოკო ქონდა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვაკეთებთ მე-13 ფასში EPL Go-s მომხმარებლებისთვის და ჩვენი გუნდისთვის, მე ვაკეთებ ამას მე-13 ფასში, იმიტომ რომ მე ვიცი რა შევთავაზო ამ ხალხს, რომ ძალიან ეფექტურად მოიშორონ ეს ყველაფერი უვნებლად და ეფექტურად, იმიტომ რომ აი მე არ მაწყობდა ის EPL Go-s გარეშე, ეს დამეწყდა არც არასდროს დავიწყებდი, ამას ჩემს აზრი არ აქვს, ჩემთვის უმთავრესი მიმდინარეობა არის სარაჩეულური ფენომენალური ტექნოლოგია და მე ის მიხარია, რომ ხა ადამიანი როცა ესე გაფიქრებული მიზის ხომ ვაიმე ხო ვიცოცხლებ და ნუ გიშინე, აი ესეთი გახდები, არ შეგეშინდეს, აი ერთი მელსი ენის ქვეშ და სისხლიდან სულ ყველაფერს გაგისტერილებს, იმიტომ რომ ვინაიდან რამდენი პარაზიტი ყავს, ცოტა მეტი დოზა დამჭირდება. თან ბავშვებისთვის ესეთი გემრიელი, აი არ ვიცი ხალხო, აი მე სიტყვები არ მყოფნის, ეს ორი ტექნოლოგია რო ერთმანეთთან შევაერთდე, 47 გვერდზე თქვენ შესახებ გამოდის ინფორმაცია, წიგნი იწერება, თქვენ კი შფოთდებით, მე ტირი
პირიხად რომ აი აქ დავეცი, აქ არ მოუარე, აქ ესეთი დატვირთვა მქონდა ხერხემაზე, ვირივით ვიმუშავე და ასე მერიდებოდა სხვისი შეწუხება და ტირიხად, წუხარ და გამოიყვანეთ თქვენი მდგომარეობა, მიიყვანეთ ამამდე სიტუაციამდე ხო თქვენი თავი. მე იმ წუთში ვამშვიდებ ხოლმე, რომ მაშინ ვერ გავუწლებდი მე ამხელა კატასტროფულ მდგომარეობას, რაც ჩვენ გვაქვს პატარა ბავშვებიდან დაწყებული. ვისაც ყატა გყავთ, ძაღლი გყავთ სახლში და ბავშვები ამას ეფერებიან ან თუთიყუში, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა მოდის ამ ბავშვების ორგანიზმში. ნახევარი მარტო პარაზიტოლოგია ამ 47 გვერდიდან. და რა ბავშვებს დაახოცავენ, კაცო, სად უნდა ატარო, რამდენ ანალიზზე უნდა ატარო? აქ ერთ 100 ლარს გადაიხდი, სულ ყველაფერს ჩანს, აი მულტისპექტრი ვართ რა, ორგანიზაცია მულტისპექტრი. მე დავიდებთ მელსი რას ნიშნავს? მულტისპექტრი. MLC და სუფთავდება ყველაფერი, რა თქმა უნდა, დრო უნდა, იმიტომ რომ არტილერია იხარჯება ძალიან ბევრ პარაზიტზე და მტერზე და მეტი არაღი უნდა მიაწოდო, ხო? აი უბედნიერესი ვარ. და მოგწერეთ ჩვენ მე ძალიან აქტიური ვარ სოციალურ ქსელში, მაქვს ტელეგრამში ჩატები, გვაქვს ტელეგრამ აკადემია, YouTube-ზე დევს ჩვენი უამრავი ვიდეო და ეხლა ზუსტად ჩვენ მუშაობთ ლეგალურად, მე ვიხდი გადასახადებს, ჩვენი კომპანია სერტიფიცირებულია, ქართულად არის ნათარგმნი ყველაფერი, ასევე მე დარეგისტრირებული მაქვს სალარო აპარატი და ჩემი კონსულტაცია, ყველა კონსულტაციის აღრიცხვა ხდება, იმიტომ რომ მე ასე ვარ მიჩვეული და ესეთ კომპანიებში გავიზარდე სხვანაირად არ ძალმეს, მე მინდა ჩემ გაჭირვებულ ქვეყანას როგორი მოგწონთ, არ მოგწონთ თავრობა, მე ტელევიზორს საერთოდ არ უყურებ, მაგრამ მე ვიცი ესე გამზარდეს, რომ თუ კი შენ გამოდიხარ ღარიბი ქვეყნიდან და გინდა უნდა მიაღწიო წარმატებას, თუ ტვინი გიმუშაოს, დაეხმარო შენს ღარიბ ქვეყანას და იყო უმდიდრესი და სხვასაც გავუადვილო ცხოვრება. შეიძლება იყო იცხოვრო მდიდარ ქვეყანაში და იყო უღარიბეს და არაფერი არ გააკეთო და აქეთ გატყავდი ამ გადასახადებში, ხო? პირიქით, მე მყავდა ყოველთვის ისეთი ტრენერები და მრჩეველები, რომლებიც ამაყობდნენ, რომ მე ჩემს სახელმწიფოში ევროპაში 40% ხდიან ხოლმე და მე ჩემს სახელმწიფოს აი კაც 100,000 евро ერიცხება და 40,000 ევროს ყოველ თვე ვიხდი ფონდებში. ამით ამაყობს, გესმით, მე ესე გავიზარდე, იცით და მართლაც ესე რაღაცა ისეთ კითხვები დავსვი ხოლმე რომ გაოცებული თვალებით მიყურებდნენ ხოლმე იწერება ჩვენ საუბრები ყველაფერი პირდაპირ ხალხობთ და მოხარ გველაპარაკა ჩანაწერის გარშე არა მოთხარი მიპასუხეთ ყველაფერი მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და მე ასე აი ესე სწორად უნდა აკეთოს და უნდა იყო პირნათელი და ისიც მიხარია რომ ძალიან მოკლე გზით პოულობთ თქვენს გამომწვევ ნაღმებს ჩუმადროზიან და ისიც მიხარია რომ მულტისპექტრი გვაქვს და უმოკლესი გზა რომ დადგეთ. ფეხზე ისიც მიხარია რომ ადამიანური ფასები მაქვს, კიდე ის მახალისებს და მახარებს რომ ჩვენთან ერთმელს რომ ყიდულობ კიდე ორ რაღაცას გჩუქნიან ან რა ვიცი საოცარი აქციები არის ცნობილია კომპანია EPL-გორას არასოდეს არსად არ არის ხოლმე და ისიც მიხარია რომ მე თქვენ მოდიხართ ორ თვეში და ხედავთ როგორი ყოჩაღები და კარგები ხართ და ალაგდა ძალიან ბერი მტანჯველი დიაგნოზი, ასე რომ ვარ უბედნიერეს და ისიც მიხარია ხალხო რომ ამდენი აი ჩვენი ფული გამომუშავებული პროდუქტების მაღაზიებში რჩება და სახლში მოვდივარ ტყია წამლით დატვირთული დედი ამიტომ აი ალტის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება აური ეხლამი აქ აი ჩემი ალტიკო სად არის არ შეიძლება ალტის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება ხალხო გამიგეთ აი აგერ არის ბრენი მომხდა ხელში ვერ ისე მაჭყიდებს ვიხება არ შეიძლება ამით ჭამ ნეტა იცოდეთ მაკულატურაში რამდენი ეს არაჩვეულებრივი ხარისხის არის ჩვენი და მაკულატურისთვის ვაბარებ ხოლმე რამდენი დავაგროვე ასე რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს ადამიანურად მოვეპყროთ ერთმანეთს მაინც იმიტომ ჩვენ არაბინ არ გუზოგავს ჩვენ ფულზე ზის ყველა აი ჩვენ ფულზე ზის ყველა გამიგეთ ჩვენზეა ყველაზე დიდი ნადირობა ამიტომ დაეხმარეთ ადამიანურად შიგნიდან იცოცხლოთ ხალხო იცოცხლოთ ჩვენს წინააღმდეგ არის ყველა მაგრამ დიდება უფალს რომ არის კიდევ აი ესეთი გამოსავალს პლანეტაზე ყოველთვის იქნება სინათლე გამოსავალი და წისვლა არ იქნება ისე რომ აი სულ ცუდად და ვიღუპებით უნდა გამოვხიზდეთ მაგრამ ყოველთვის იქნება ალტერნატივა და სანამ ცოცხლები ვართ ეს ასე იქნება და ერთ-ერთი უნიკალური ალტერნატივა არის ეს მე ძალიან მადლობელი ვარ რომ ეს ტექნოლოგიაც არსებობს და ტექნოლოგიები წინ მიდის და ეს ორი უდიდესი რაღაც გამოგონება ტექნოლოგია აკუმულით ესე
და ეს უსაფრთხო ბიორეზონანსული კვლევა ესე ადამიანურ ფასად, აი ესეთ მოვარგეთ და ყველა ადამიანს შეგვიძლია ვასწავლოთ რა, ავუმაღლოთ ცნობიერება, გავაცნოთ საკუთარი თავი, გავუკეთოთ წმენდა პროფილაქტიკა, ესე ნავიგატორებით ვაჩვენოთ სად რა ნაღმი აქვს, გაუნეიტრალოთ ეს ნაღმი, გამოვაძინოთ და გავაჯასაღოთ და გავახალგაზრდოთ. ორგანიზმს ამის უნარი აქვს. ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ესეა დაჩქარდე ცხოვრება და გამოჯანმრთელებაც კი სამჯერ მალე ხდება. გამოჯანმრთელებით დრო დაჩქარდეთ, რომ ჩვენ ძალიან მალე ვიწამლებით, ჩვენ ყოველ წამს ვიწამლებით და ერთ იმიტომ გვჭირდება ჩქარი ტარში რო იტყვიან და ჩქარ ტემპში, როგორც ძალიან ჩქარა მიდის ეხა დედამიწა, ტექნოლოგიები აქვს, ცუდი ამბებია, სულ აგრესია, ესე ჩქარად მოქმედებს ჩვენი დრაჯეები და გვამშვიდებს და ესე რაღაცნაირად გვანანავებს. ასე რომ მე ვამაყობ ამას გაიგეთ ელი საქართველო. ეს არის სოფლიო, ჯერ არ იცნობს კომპანია IPL Go-ს, მაგრამ ის ამას ელოდებოდა 20 საუკუნე, არა 21 საუკუნე. ასე რომ გილოცავთ, გეამაყებოდეთ, იცოდეთ სად ხართ, იცოდეთ რა მწვანე ოქრო გვიდევს ხელის გულზე ლამაზად და გემრიელად შეფუთული და მორგებული უნიკალური მოკლე გზით და როგორი კარგი ტექნოლოგია დავნერგეთ, ლეგალურად, ოფიციალურად ისიც იყავით თავაწეულები, გაქვთ არაჩვეულებრივი სათა ოფისის სასახლე დავით გამრეკელის ორნომერში, გინდა კაბინეტში კონფიდენციალურად დამიჯდებით, მისაღებში მოისვენებთ უმაღლესი ხარისხის ყავას დალევთ, ჩაის მირთმევთ, გაესაუბრებით თქვენს მომწვევებს, მერე შეხვალ დარბაზში კონფერენციას დაეწრებით, ინტერნეტი უმაღლესი ხარისხის, საკონფერენციო დარბაზზე 50 კაცია გათვლილი, გვინდა ბრიფინგს ჩავატარებთ, გინდა ონლაინ ტრანსლაციას, გინდა დაჯილდოებას. საოცარი რამეები ხდება, ყველანაირად ვართ. ეხლა პრეზიდენტი იმყოფებოდა ქარხანაში, დაათვალიერა, შემოწმება ჰქონდა, ყველა ქვეყანაში გასაგზავნ ახალ პარტიებს მოაწერა ხელი, მათ შორის საქართველოში, ეს ხდებოდა აღდგომამდე. ეხლა შესვენებებია და მე ველოდები ძალიან დიდ პარტიას საქართველოში ჩვენი დრაჟეებისას და ვინაიდან ესე შინაარსენად დავიწყეთ, მთელი კომპანია არის საქმეს ყურში, თვალს გვადევნებენ ხოლმე და აი ეხლა იწყება რეალური, ასე თქვათ, სიკეთის მოტანა ამ IPL Go-თი მოსახლეობისთვის. ერთმანეთის პრობლემების შემსუბუქება, რაღაცა აი კარგი ამბავი. რაღაცა ხომ უნდა იყოს კარგი და აი ეს რაღაცა და უკარგესი ვართ ჩვენ. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს, გემშვიდობებით, შევხვდებით. კონსულტაციაზე მჭირდება, ამას ძალიან ჩქარაკეთები საზღვარგარეთ, იმიტომ რომ ეს მათ ენაზე კეთდება. მე ქართულს უზივარ მინიმუმ 40 წუთი და საათით და მეტი, რომ გაუშვირო თავისი მდგომარეობა. უთხრა მოусმინო მას, რითი მოვიდა, რას ეუბნებოდნენ, მე შევამოწმო ემთხვევა თუ არა, ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა, ხშირ შემთხვევაში რაღაცები ემთხვევა და სულ სხვა რაღაცა ყოფილა მიზეზს დამოუსულთქიათ ხოლმე გახარებიათ და მე შეურჩიო ჩემი ლამაზი დრაჟები, რომელსაც ყველაფერი გამოყავს ცუდი ორგანიზმიდან და შეყავს საშენი მასალა, ეს რაც უჯრედისთვის არის შექმნილი და გათვლილი და დაქუცმაცებული. ისურვებთ წარმატებებს, იყავით დღეგრძელები და ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ყველა კარს გააღებს და აკაკუნებს შევა და აი ჯამრთელობის ხალხო დაავადებებით კი არ დავკავდებით, ეს ამოიჭერი ის მოიჭერის დაგასხივეს, ჯამრთელობით დავკავდებით. აი ესეთი დრო მოვიდა ინტელექტუალებისთვის, რომ დაკავდე და მართო შენი ჯამრთელობა და საერთოდ დაავადებები დაივიწყოთ და სნეულებები. უგუღმა არ უნდა ვიფიქროთ, ჯამრთელობით უნდა დავკავდეთ და ვიყოთ ყველა ჯამრთელები, რასაც მე თქვენ გისურვებთ. და მე ამას გავაკეთებ თქვენთან ერთად. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს და დიდება უფალს რომ გვაქვს ესეთი შესაძლებლობები. ნახვამდის და შევხვდებით ყოველ დღე.